ქვეყანაში უკვე 23 დღეა ხალხი ქუჩაში აპროტესტებს ოცნების მმართველობას. 23 დღეა საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას. რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დაკავებულთა ახლობლები ითხოვენ გლდანის ციხესთან. ქეთა ციცქიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება ადგილზე. გისმენ ქეთა. ქეთი ჩვენ ვართ ახლა გლდანის მერვე დაწესებულებასთან, სადაც არიან შეკრებილები როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე საზოგადო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და იმ დაკავებულების, უკანონო დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც რეჟიმმა გამოკეტა გისოსებს მიღმა, იმიტომ რომ ისინი იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. მე აქეთ ხედავ ბოდიში ზვერცეცხლაძის დედას ხედავ აგერ და თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ ჩვენ, რატო არის მნიშვნელოვანი რომ აი ესეთი პატარ-პატარა აქციებიც იყოს, მათ შორის იზოლატორებთან, სადაც უკანონოდ არიან გამოკეტილი პატიმრები. რატომ არის საჭირო რომ დაახლოებულ მთავრობას გავაგონოთ ხმა, რომ ქვეყნის სიყვარულის გამო არ უნდა ისჯებოდეს ქვეყანა ადამიანი იმისთვის რომ შენი ქვეყანა გიყვარდეს და პატრიოტი იყოს და პირიქით სპობენ ესეთ იმას და საგნებსაც იღებენ პატრიოტულს და ძალიან ცუდ ჩადიან ესე. თქვენი განწყობა როგორია ისე მაინც თქვენი შვილი არის გისოსებს მიღმა ეხა უკანონოდ აი ამაღლებული სხვათა შორის არ ვარ შეშინებული, თუნდაც მეც დამეჭირონ არ მაქვს პრობლემა. არც ერთ შემთხვევაში არ მეშინია. იმიტომ ზვიო მამხნევებს და მეც ზვიოს ვამხნევ. თავისუფლება რეჟიმის პატივი. ძალიან დიდი მადლობა უსმენთ ზვერცეცხლაძის დედას, როგორც გითხარით. აქ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ახალგაზრდების არიან, დაკავებლების ოჯახის წევრები და ბექა პაპაშვილს გითხავ რამდენიმე კითხვას. ბექა უკანონოდ არის 30-ზე მეტი ადამიანი ციხეში, ხო? რას გვაჩვენებს ეს ყველაფერი და ზოგადად როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა მათ შორის ამ ადამიანების გასათავისუფლებლად? პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს და მინდა თქვა, რომ ამ ბიჭების დაპატიმრებით რუსული რეჟიმი ცდილობს ქართველი ხალხის დაშინებას, თუმცა მინდა მიმართო იმ რუსულ იდეოლოგიას, რომლებმაც ის იფიქრეს, რომ ქართველი ხალხის შეშინება არის შესაძლებელი, ქართველი ხალხი კი არ შინება, პირიქით ბრაზდება და ქართველი ხალხის გაბრაზება დღეს ჩანს უსტაველზე, რომ ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი დგას ღიაცის ქვეშ პარლამენტის წინ და აპროტესტებს იმ რუსულ რეჟიმს, რომელიც 26 ოქტომბერს გააფორმა ბიძინა ივანიშვილმა და წარმოუდგენელია, რომ რუსული რეჟიმი დარჩეს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ძალიან მალე ყველანი ერთად დავამთავრებთ ამ რეჟიმს და რა თქმა უნდა ეს ბიჭებიც იქნებიან თავისუფლები და გამარჯვებულები ხალხთან ერთად. მადლობა და ლაშა ტყეშელაძე აქვე მასაც გავესაუბრები მოკლედ, რომელიც ძალიან ბევრ პატიმარს იცავს, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესთვისაც აკავებენ, ხო? რას ხედავთ ზოგადად? მათ მიმართ მოპყრობა როგორი არის? ხო, ხა ჩვენ ვიცით რომ ყველა გლდანის იზოლატორში არაა, ზოგი გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოში, ზოგი აი საბასხვიტერიზე მაგალითად მე-6-შეშია ყველაზე კაცრ ციხეში, ესე რომ ვთქვა, ხო, აი რას გვაჩვენებს მათ? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები არიან რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები და ამ ადამიანებს თავიდანვე დაურბეს ყველა უფლება. ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, ხო, რომ ეს ადამიანები არიან წამების და არაადამიანური მოქმედების უფლებები. ხო და როდესაც სასამართლოში ხვდება სამართალი, ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე პროფესიის განურჩევლად უნდა დადგეს ერთმანეთის ფარად და უნდა დაიცვას ამ ადამიანების უფლებები. ეს ადამიანები როგორც საქართველოს სამშობლოს დასაცავად იყვნენ გამოსულები, ისე თითოეული ჩვენთაგანის დასაცავად იყვნენ გამოსულები, ჩვენი ევროპული მომავლობის დასაცავად. ეს ადამიანები არიან ჩვენ გამო დაჭერილები, საქართველოს მოქალაქეების გამო დაჭერილები, რომლებსაც სურთ ევროპული მომავალი, ძლიერი საქართველო და ყველა მოქალაქე ერთად უნდა დავდგეთ ამ ადამიანებთან და არ უნდა გავატანინოთ რუსულ რეჟიმს ამ ადამიანების პოლიტიკური პატიმრობა და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველა უფლება ამ ადამიანებს დაურღვიეს. ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები და ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს. კი ბატონო, როგორც გითხარით, ასევე აქ არიან ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების, რომლებიც რა თქმა უნდა არიან ჩართული ზოგადად ესეთ აქციებში და იმ პროტესტში, რომელიც 23 დღეა მიმდინარეობს და მოკლედ გავესაუბრები, აგერ არიან ლანა გალდავა, მაგალითად ლელოდან, გითხარით რატო არის მნიშვნელოვანი ასეთი მხარდაჭერა იმ უკანონო პატიმრების, რომლებიც ახლა რეჟიმმა
პირველ რიგში იმიტომ რომ გამოხატოთ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს ხალხი იცავდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც არის კონსტიტუციურად აღიარებული მიმართულება, ევროატლანტიკური მისწრაფება, ვინც დღეს ნამდვილად უნდა იხდიდეს სასჯელს არიან ის პირები, რომლებიც ცემენ, აწამებენ, ღირსების შემლახავი ქცევით გამოირჩევიან, არა მხოლოდ ის უშუალო პირები, არამედ ორგანიზატორები, დღეს აქ სასჯელს იხდეს ჩვენი ორი წარმომადგენელი, ბუხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილიც, ამიტომ მე მინდა მათ მხნეობა უსურვო ყველა პატიმარს რეჟიმის ტყვეს და მივცე პირობა, რომ ძალიან მალე მათ გავათავისუფლებთ და ერთად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს არალეგიტიმური პირთა წრისაგან, რომელსაც ხელისუფლებას ვერ დავარქვა. ძალიან დიდი მადლობა ქავტონია, თქვენც გითხარით რამდენიმე სიტყვა, აი იმ ყველაფერზე, რასაც ხედავთ და ზოგადად უკანონო პატიმრებზე რეჟიმის პატიმრებს. ეს ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები იბრძოდნენ თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის, რაც როგორც ჩანს პრობლემაა ქართული ოცნებისთვის, რომელიც რუსული რეჟიმია და მათი სახე უკვე ფაქტობრივად ყველამ დაინახა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს გდანის ციხესთან არიან ნაწილი პატიმრების, სხვები არიან სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის შვენითო ბათუმშიც არიან დაკავებული ლექტორი, სტუდენტები. ჩვენ ყველას ვუცხადებთ სოლიდარობას. ეს ადამიანები ძალიან მალე გათავისუფლებიან. ეს დღე ძალიან მალე დადგება. თუმცა აქვე ყველას უნდა ახსოვდეს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ისინი უკანონოდ დაატყვევა, რომელმაც მათზე ძალის გადამეტებით იძალა და ისინი ნამდვილად აგებენ პასუხს დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს პირობებში და ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ დარჩა სივრცე, ჯერ კიდევ დარჩა მცირე, მაგრამ რაღაც გზები, რომ მიიღონ უნივერსალური გადაწყვეტილება, დახურულ ბნელ კაბინეტებში, გაათავისუფლონ ეს ადამიანები და ნუ უშლიან ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე სიარეს. ძალიან დიდი მადლობა იმის მიუხედავად, რომ ესეთი მოწოდებებიც არის, არ ვიცით რამდენად აქვს ქართულ ოცნებას კიდევ რაიმე გზა ან შესაძლებლობა, რომ როგორღაც სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ასევე ნაციონალური მოძრაობიდან არის ლაშა ფარულოვა, თქვენს გითხარით ორი სიტყვით აი დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტულად გულისხმობ ამ უკანონო პატიმრების. პირველ რიგში ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა არის მნიშვნელოვანი. არ უნდა მივცეთ რეჟიმს საშუალება იმის, რომ ეს ადამიანები ამყოფოს პატიმრობაში. მნიშვნელოვანია პროტესტი რუსთაველის გამზირზე, თუმცა მნიშვნელოვანია მხარდაჭერა პოლიტპატიმრების. ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამებრძოლები და მათ შორის მივიღოთ ახალი არჩევნები. ივანიშვილის რეჟიმი არის პოლიტიკური სოდომი, დაიძრა საერთაშორისო სანქციები, რომელიც არ არის მხოლოდ სუსხავი ეფექტის, არის დამანგრეველი ძალის. ძალიან მალე ამ ნანგრევებში მოყვება მთლიანად ივანიშვილის რეჟიმი, თუმცა ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ. ეს არის საპატიმროები, გდანის საპატიმრო, რუსთავის საპატიმრო, ქსნის საპატიმრო, სადაც ჩვენი თანამებრძოლები სრულიად უსამართლოდ იმყოფებიან. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საუკეთესო უნდათ საკუთარი სამშობლოთვის, საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის, საკუთარი მომავლისთვის. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ჩვენი თანამებრძოლები ციხეებში და უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვართ მტკიცე და ამ სამართლიან ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვოთ. საქართველოს იმსახურებს უკეთეს, საქართველოს არის ევროპა, მაგრამ ჩვენ გვიდა ევროკავშირის წევრობა. ამას ერთად მივახცევთ. მადლობა და მე აქ ხედავ ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და უსმებად გავესაუბრები მათაც. გითხარით ტატო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გითხარით აი ამ აქციის შესახებ რატო არის მნიშვნელოვანი? ხო, ჩვენ ხედავთ არა მხოლოდ სისხლის სამართლით დაკავებულ ადამიანებს, ადმინისტრაციულებზეც რა ამბავია, მათ შორის თქვენი შვილი არის ერთ-ერთი, ხო? აი რას აკეთებს რუსული რეჟიმი ამით და რა უნდა იყოს მომდევნო ბიჭები ჩვენ? ამათი სტანდარტული მეთოდი, რუსული მეთოდი, რომ ადმინისტრაციული თუ სისხლსამართლებრივი ამ ზემოქმედებით, ადამიანის დაკავებით ეს პროტესტი რამენერად შეანელონ. ამიტომაც აქ ამ გლდანის ციხეში და სხვა ციხეებში არიან უკანონო პატიმრები, ადამიანები, რომლებიც არიან ამ რუსული რეჟიმის ტყვეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეს ადამიანები არ გათავისუფლდება, მანამდე მუდმივად კონდეს მოთხოვნა, რომ ესენი უნდა გათავისუფლდნენ, იმიტომ რომ ვერანაირ თავისუფლებაზე, ვერანაირ კომპრომისზე ვერ იქნება საუბარი, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ. ამიტომ ეს მოთხოვნა არ უნდა შენელდეს. ასევე სხვა მოთხოვნებთან ერთად, რომელიც არის ახალი
ახალი არჩევნები იმ დამნაშავების დასჯა, რომლებიც ანუ იქით არიან აი აქ საპყრობილეში ჩასასმელი ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ ადამიანებზე, მაგრამ საპირისპირო ჩვენ ხედავთ მშვიდობიანი პროტესტანტებს ამ დახურულ კედლებს მიღმა. ამიტომ ჩვენი პროტესტი გაგრძელდეს, ამ ადამიანების მიერ თანადგომა უნდა გაგრძელდეს. დღესაც ხვალაც მანამ სანამ ესეთი ყველა უკლებელი ვარ გათავისუფლება. ძალიან დიდი მადლობა და აგერ თენგო თევზაძეს ხედავ, რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციური პარტია როგორც გითხარით, უერთდება ამ სოლიდარობის აქციას და მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად კონკრეტულად უნდა ვიკითხო საბას ხვითარიძეზე, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, ყველა უკანონო პატიმრობაში ამ ადამიანებს ვიცით როგორ ექცევიან ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად, მაგრამ განსაკუთრებული ასე თქვა პირდაპირ შეიძლება ითქვას სისასტიკეს ხედავთ საბას მიმართ, რომელიც ყავთ მე-6 რუსთავში, მე-6 იზოლატორში, აი გითხარით ამის შესახებ, ნუ პირველ რიგში თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ არის თვითონ და რა გრძელდება. საბა არის მხნედ, მისგან ვიღებთ მოკითხვას და სურვილს იმისა, რომ ჩვენთან ერთად იყოს ბრძოლაში, მათ შორის მონაწილეობას იღებდეს აქციებში. გასაგებია მას, რომ დროებით შეუწყდეს თავისუფლება და ის არის უკანონო პატიმარი, როგორც სხვა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ახლა უკანონოდ იხდის წინასწარ პატიმრობას, სხვადასხვა მოგონილი და გამოგონილი მუხლით. საბას მიმართ ზოგადად თავარი რაც არის, საბა იქ არ უნდა იყოს, სადაც ეს არის, როგორც ხვებიან, არც ისინი უნდა იყვნენ გლდანის ციხეში, მაგრამ საბას უბრალოდ არ უწევს, არანაირად არ უნდა ყოფილიყო იმ საჯარისხლების დაწესებულებაში, რომელშიც ახლა არის. მაგრამ ეს არის დროებითი, მან ეს იცის და გვიწოდებს ყველა მათგანი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრთან დაკავებულებთან კომუნიკაცია, თითქმის ყველასთან და მოგვიწოდებენ, რომ ბრძოლა გაგრძელდეს ჩვენ გამარჯვებამდე. იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს გამარჯვება და ეს ადამიანები გაცნობიერებულად იმ დღეებში ჩვენ ყველა გაცნობიერებულად ვიყავით იქ. ვიცით რა გველოდა და ვიცით ვის მიერ არიან ესენი დაკავებულები. ადამიანების მიერ ვინც არიან მაგნიცკის სიაში შეყვანილები უკვე და ვისაც ოფიციალურად აქვს წამებლების, არა ადამიანების, არა ქართველების სტატუსი დღეს. 12 დღე ცემდნენ ფიზიკურად და შემდეგ შენელდა ეს, იმიტომ რომ მიხვდა რომ გადააზედმეტეს ყველაფერი. 12 დღე ფიზიკურად უსწორდებოდნენ თბილისში მშვიდობიან მომიტინგებს. მათ შორის იტაცებდნენ სახლებიდან ჩვენს თანამებრძოლებს და შემდეგ მათ აკავებდნენ. ეს აუცილებლად ამას ექნება შესაბამისი რეაგირება, ჩვენი პარტნიორების მხრიდან აქვს რეაგირება, ქართველი ხალხის მხრიდან აქვს რეაგირება და ეს დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ორი მოთხოვნა: პირველი ახალი არჩევნები და მეორე თავისუფლება ჩვენს თანამებრძოლებს. აუცილებლად, რომლებიც არ არიან პატიმრები, ისინი არიან მძევლები და მე ყოველთვის ვცდილობ და ვამბობ, რომ ვახსენო სიტყვა მძევლები. ფაქტობრივად ყვეთყავს მტერს აყვანილი ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენ ისინი უნდა გამოვიხსნათ. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ასეა, თხოვობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც რუსულ რეჟიმს ყავს ახლა მძევლად აყვანილი, მე გეტყვით, რომ არიან სხვადასხვა იზოლატორში, ნაწილი არის აქ გლდანის მერვე საპყრობილეში, ნაწილი როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია გადაიყვანეთ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში არიან ისინი იზოლატორში და ერთადერთი შემთხვევა საბას ხვითარიძის, რომელიც არის რუსთავში, მე-6 სასჯელახსნების დაწესებულებაში და აუცილებლად ამას იმიტომ უსვამს ყველა ხაზს, რომ მე-6 დაწესებულება გამოირჩევა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დაწესებულება და პირობებიც როგორია იქ და როგორ ექცევიან პატიმრებს, ესეც ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად საბას ხვითარიძე ალბათ ამოარჩიეს სპეციალურად იმისთვის, რომ მას როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც გაუწორდნენ. მთავარი მოთხოვნა აქ აქციაზე, რა თქმა უნდა, არის თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს და ასევე უცვლელი მოთხოვნა უკვე 23 დღე ეს არის ახალი არჩევნები. ასეთია ვითარება აქ გლდანის ციხესთან, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი პროტესტი დღეს, სხვადასხვა მსვლელობები და მარშები დაგეგმილია მთელი დღის მანძილზე.